გოგიოჩიაურმა ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო პათოსით გამოსვლასა და წინამორბედი მთავრობის დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა. ოჩიაურის თქმით, საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცეში პროგრესულ ქვეყნად ითვლება და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ამ მიღწევას უგულებელყოფს. ბრალდებას ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები ფასადურია და ხელისუფლების ტრაბახი უსაფუძვლო. ივანიშვილმა პირობა დადო, რომ მისი მთავრობა წინამორბედისგან განსხვავებით საზოგადოებას მუდამ რეალურ ინფორმაციას მიაწვდის. მე ვისმე ნახლა თქვენ გამოსვლებს პასუხებს და შეიძლება მჩნევა რომ წინასაარჩევნო ფაზაში ხართ. უკაცრავად წინასაარჩევნო პათოსით ლაპარაკობთ და ეწევით დისკრედიტაციას არსებული მანამდე თქვენამდე არსებული ხელისუფლების. საქართველოს პროგრესი ყველა სფეროში, აბსოლუტურად ყველა სფეროში აღიარებულია ცივილიზებული სოფლიოს თითქმის ყველა ინსტიტუციებში. აბსოლუტურად. თქვენ აპირებთ ასე გაგრძელებას დისკრედიტაციის საქართველოს მიღწევების, ეს თქვენი რა მიზანს ემსახურებით? ჩვენ გვთვლიან სამაგალითო მიღწევების ქვეყნად პოსტსაბჭოთა სივრცეში. ჩვენი პოზიცია რამდენადაც ვიცნობთ, კონსტრუქციულ თანამშრომლობას აპირებს დღევანდელ ოპოზიცია კი არა, რა ქვია თქვენი მასახლა დღეს მთავრობასთან. თქვენი დღევანდელი გამოსვლით თქვენ ამის წინააღმდეგ განაწყობთ ოპოზიციასაც და თქვენ კოლეგებსაც. ასე აპირებთ გაგრძელებას? რა თქმა უნდა, ესევე ვაპირებ გაგრძელებას. რა თქმა უნდა, მე ვიქნები ყოველთვის რეალისტი და მე არ გავიმეორებ იმ ფასადურ დაპირებებს და იმ ფასადურ რეფორმებს, რომელთაც ეს ხელისუფლება ტრაბახობს და კიდევ ვიმეორებ ძალიან ხშირად სოფლიო ინსტიტუტების შეცდომაში შეიყვანა და რაღაც რეიტინგებიც მიიღეს. როგორ შეიძლება საქართველოში ადამიანის უფლებებზე ისაუბრო იმის შემდგომ, რაც ხდებოდა კონკრეტულად თითოეულ ოჯახზე ძალადობა ხორციელდებოდა, ის რაც ხდებოდა თუ გნებავთ 1 წლის განმავლობაში და ესეთივე ვიქნებით ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ უარი ვთქვათ სიცრუისა და ძალადობის მანქანაზე და სიცრუიდან ამოვიდეს საზოგადოება ჩვენი და ჩვენ მუდამ ვიქნებით რეალისტები და მუდამ მოვახერხებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია, არა ფასადური და არა სიცრუე. გოგიოჩიაურის რიტორიკა გააგრძელა უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ ციკლაურმაც. მის თქმით, ივანიშვილის მსგავსი ცვალებადი ფსიქიკის პიროვნებისთვის ქვეყნის ჩაბარება არ შეიძლება. საქართველოს თქვენი გასართობი არ არის. საქართველოს რუსეთი არ იქნება ქართული საზოგადოება ქვეყნის იქით წაღების საშუალებას არ მოგცემთ, საიდანაც 10 წლის წინ ჩამოხვედით, განაცხადა ციკლაურმა. ერთ დღეში რამდენჯერმე ცვლით პოზიციას. ჯერ ამბობდით, რომ წარგზანდებოდით ამერიკაში პირველი ვიზიტით, მე აღმოჩნდა, რომ თურმე ევროპაში უნდა წახვიდეთ. ამბობდით, რომ გადასახადები ელვისებურად დაიწეოდა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. ამბობდით, რომ საპროცენტო განაკვეთი 1, 2 ან მაქსიმუმ 3 ფარგლებში იქნებოდა, აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. ვერაფერზე ვერ ასახელებთ თარიღს, თუ როდის შეასრულებთ ამ თუ იმ დაპირებას. ამბობდით, რომ ხიდს დაანგრევდით, ახლა აღარ ვიცი თქვენი პოზიცია ამ ხიდის დაანგრევასთან დაკავშირებით. ამბობდით, რომ უკაცრავად ვერ ითმეთქეთ პრეზიდენტი უნდა გადამდგარიყო, შემდეგ ამბობდით. როგორ შეიძლება თქვენ ადამიანმა დაგიჯეროთ, როგორ შეიძლება თქვენნაირი ცვალებადი ფსიქიკის ადამიანს დაუჯეროს ადამიანმა და ანდოს ქვეყანა. ამ თვალსაზრისით სოლიდარული ვარ ბატონ გოგიოჩიაურთან, იმიტომ რომ თქვენი გასართობი კი არ არის, ეს არის ჩვენი სამშობლო და გარწმუნებთ, რომ ამ ქვეყანას არავითარ შემთხვევაში არ ჩაგვედებინებთ იმ თვალსაზრისით ხელში, რომ ის რეფორმები, ის მოდერნიზაცია, რომელიც ამ ქვეყანაში იყო, წაიყვანოთ იქით, საიდანაც თქვენ ჩამოგბრძანდით 9 წლის წინ. საქართველოს რუსეთი არ გახდება და საქართველოს იქნება დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა. გქონდეთ იმედი, რომ ქართული პატრიოტული ელიტა არნახულ მართლა შეკავშირებას მოახდეს ერთმანეთთან, იმისათვის, რომ თქვენი აი ამ ტიპის გეგმები არ განხორციელებინოთ. დიდი მადლობა. გასაგებია, რომ მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თქვენ პირადად შეგახსენებთ, რომ ის, რასაც თქვენ იდეოლოგიას ეძახდით და მე დემაგოგიათ მოიხსენიეთ და დღესაც გამიმეორებ, მე თქვენ პირობას გაძლევთ, რომ თქვენს დემაგოგიას გასავალი აღარ ექნება მომავალში. თქვენ დაკარგავთ გასაღების ბაზარს თქვენი დემაგოგიის, თუ არ შეიცვლით პოზიციას და არ შეიცვლით პლატფორმას, რის სურვილიც მე გამაჩნია.